10 მათგანი არ ეძახის რომ მოლოდოვის კონფლიქტი ესწროს. და ამასთან დაკავშირებით რამე დახმარება ჭირდება. ერთი იძახის რომ ხმობდაფებში, მეორე იძახის რომ რაღაცა დაზიანება მიიღო სხვა მიზეზით და ასე შემდეგ. ანუ თუ ამის საფუძველზეა აღძრული აქცენტები მოლოდოვის კონფლიქტი. მოხდა თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. არც მოხდა, კი ბატონო. ეს არის პოლიციელის ჩვენება, რომელიც რამოდენიმე ოქმს ადგენს ისე რომ არც კი კითხულობს მას, სადაც თვითონვე იძახის რომ წერა-კითხვის უცოდინარია, არ იცის ქართული ენა, სჭირდება თარჯიმანი, დამხმარე, ასე შემდეგ და ბოლოს შეაწერს ხელს რომ კი წავიკითხე და სწორია ეს ყველაფერი. ეს არის ის ჩვენება, მოდი ასე ვიტყვი, რომლის საფუძველზეც არის მთლიანი სისხლის სამართლის საქმე აგებული. რომ არა მისი ეს ჩვენება, რომელსაც არც კი კითხულობს, აღნიშნული პიროვნება ისე აწერს ხელს, რომ მეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ამ ადამიანმა წერაც იცის და კითხვაც იცის. უბრალოდ ამ ჩვენებაში წერია ის, რომ თურმე სასწაულებრივად მიიღო ინფორმაცია, რომ ვიდეოზე სადაც ვერ ხდება ადამიანის იდენტიფიცირება, არიან ეს პიროვნებები და რომ ეს არის ანდო წყარი. ზოგადად არსებობს გამოკითხვის ოქმის შაბლონი, რომელიც არ იცვლება ყველა გამოკითხვის შემთხვევაში და ასეთი არის ჩამონათვალი მთელი იმ გამოკითხვის პირადი ინფორმაცია როგორიც არის რომ მიაწოდოს გამოსაკითხმა პირმა და შემდეგ იწყება ასე გამოკითხული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ამის შემდეგ უკვე ხდება თავად გამოკითხული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სრულად ასახვა. და აწერს ხელს რომ წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოქმში პირდაპირ ამბობს გამოსაკითხი პირი რომ მე არ ვიციო, არ ფლობ ამ ენასო, მჭირდება თარჯიმანი და დამხმარეო და ამის შემდეგ აწერს ხელს რომ სწორია წაიკითხა და არც თარჯიმანია საქმეში, არც დამხმარეა და საერთოდ წერა-კითხვის მცოდნეც ყოფილა. მისი ამ პატაკისა და მისი ჩვენების საფუძველზე მოხდა უკვე შემდეგ სისხლის სამართლის მთელი საქმის აგება. ყველა საგამოძიებო მოქმედების. მანამ არ იქნებოდა მისი პატაკი და მისი ასეთი ჩვენება, რომელიც არ წაუკითხავს და ზუსტად ეგ აჩენს ეჭვს. იმიტომ რომ ადამიანი ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას რო აწუდის, რატომ არ კითხულობს მაშინ ის თავის მიერ მიწოდებს. ეს რო იყოს ერთი შემთხვევა, შეიძლება გვეთქვა რომ ადამიანური შეცდომა იყო და არ წაუკითხავს. რაზე მეანიშნებს და გაყალბებულია, ხელოვნურადაა ეს მტკიცებულება, ეგრეთ წოდებული მტკიცებულება შექმნილი, რომ შემდგომში მომხდარიყო დანარჩენი მტკიცებულებების, ასე ვთქვათ, საფუძველის ჩაყარა.